ანაფილაქსია არის მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება განვითარდეს ძალიან სწრაფად და გამოიწვიოს მძიმე და შეუქცევადი შედეგები. ის შეიძლება მოხდეს, როდესაც ადამიანი მიიღებს საკვებს, რომელზეც ალერგიულია, იღებს მედიკამენტს, რომელზეც ალერგიულია, უკბენს მწერი, რომელზეც ალერგიულია. არსებობს სხვა გამომწვევი ფაქტორებიც, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსია. შეიძლება იცოდეთ, რომ გაქვთ ალერგია გარკვეულ ნივთიერებაზე, მაგრამ ანაფილაქსია შეიძლება განვითარდეს მაშინაც, თუ არ იცით, რომ გაქვთ ალერგია. რა არის ანაფილაქსიის სიმპტომები? ანაფილაქსია შეიძლება მოიცავდეს სხეულის ერთ ან მეტ ნაწილს. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ჭინჭრის ციება, ეს არის კანის შეშუპებული, წარმოჩენილი უბნები, რომლებიც იწვევენ ძლიერ ქავილს. ანგიოედემა. ეს მდგომარეობა იწვევს შეშუპებას ჩვეულებრივ სახის, ქუთუთოების, ყურების, პირის, ხელების ან ფეხების მიდამოში. სხვა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კანის სიცითლე ან ქავილი, ჭინჭრის ციების გარეშე, თვალების შეშუპება ან ქავილი, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ხიხინი ან ხმის ცვლილება, ღებინება ან დიარეა, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა. ანაფილაქსიის დროს შეიძლება ძალიან სწრაფად გახდეთ ცუდად. სიმპტომები შეიძლება შეიცვალოს, მაგალითად, თავდაპირველად შეიძლება გაჩნდეს ჭინჭრის ციება კანზე, ხოლო მალევე დაიწყოს ღებინება ან სუნთქვის გაძნელება. ყოველი ანაფილაქსიური შეტევის დროს სიმპტომები შეიძლება განსხვავებული იყოს. სიმპტომები ასევე განსხვავდება ინდივიდუალურად. ანაფილაქსიის სიმპტომები შეიძლება უფრო მძიმე იყოს თუ გაქვთ ასთმა, გაქვთ სხვა ჯამშთელობის პრობლემები, მაგალითად ფილტვის ან გულის დაავადებები. როგორ მკურნალობენ ანაფილაქსიას? არსებობს მკურნალობა, რომელიც სწრაფად ამცირებს სიმპტომებს. საუკეთესო მედიკამენტია ეპინეფრინი. ადამიანები, რომლებსაც წარსულში ჰქონდათ ანაფილაქსია, ხშირად იღებენ ეპინეფრინის რეცეპტს. ის ხელმისაწვდომია ორი ფორმით. მოწყობილობა, რომელსაც ეწოდება ავტოინექტორი, მაგალითად AUVQ ან EpiPen, რომელიც არის ინექცია, რომელსაც თავად იკეთებთ. ცხვირის სპრეი, ბრენდის სახელი არის Neffy. თუ ექიმი გამოგიწერთ ეპინეფრინს, გაჩვენებთ როგორ გამოიყენოთ ის. მოგცემთ ინსტრუქციებს თუ როდის უნდა გამოიყენოთ. ყოველთვის თან ატარეთ. ექიმების უმეტესობა გირჩევთ თან იქონიოთ 2 დოზა, იმ შემთხვევისთვის თუ მეორე დოზა დაგჭირდებათ. მეორე დოზა შეიძლება საჭირო გახდეს თუ სიმპტომები მთლიანად არ გაქრა, სიმპტომები გაქრა, მაგრამ ისევ დაბრუნდა, გამოიყენეთ ავტოინექტორი, რომელმაც სწორად არ იმუშავა. გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება თუ ეპინეფრინის გამოყენების შემდეგ მედიკამენტი ორგანიზმში მცირე ხნით ჩერდება. სიმპტომები შეიძლება დაბრუნდეს, როცა მედიკამენტის მოქმედება შესუსტდება. საავადმყოფოში ექიმებს შეუძლიათ თქვენი მდგომარეობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მედიკამენტების დანიშნვა. თუ ფიქრობთ, რომ ვიღაცას აქვს ანაფილაქსია, მაგრამ ეპინეფრინი არ გაქვთ, უნდა მიმართოთ ექიმს ან ექთანს. დიახ, თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ანაფილაქსია, იმოქმედეთ სწრაფად. თუ გაქვთ ეპინეფრინი, დაუყოვნებლივ გამოიყენეთ და დამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. არ სცადოთ საავადმყოფოში დამოუკიდებლად მისვლა, რადგან შეიძლება გზაში გონება დაკარგოთ ან სუნთქვა გაგიჭირდეთ. სასწრაფო დახმარების გამოძახება ჩვეულებრივ ყველაზე სწრაფი გზაა დახმარების მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობას საავადმყოფოში მისვლა სჭირდება, ზოგიერთს ეს არ ესაჭიროება. გაესაუბრეთ ექიმს, რათა ზუსტად იცოდეთ, რა უნდა გააკეთოთ ავტოინექტორის გამოყენების შემდეგ. როგორ ავიცილოთ თავიდან ანაფილაქსიის განმეორება? გაესაუბრეთ ექიმს ან ექთანს. საჭიროების შემთხვევაში ექიმს შეუძლია ჩაატაროს ტესტები, რათა გაარკვიოს, რაზე ხართ ალერგიული. ექიმი დაგეხმარებათ შეადგინოთ გეგმა, რომელიც თავიდან აგაცილებთ ანაფილაქსიას. გეგმის ფარგლებში შეგიძლიათ გაეცნოთ ანაფილაქსიის სიმპტომებს, რათა იცოდეთ, როდის უნდა მიიღოთ დახმარება. ყოველთვის თან ატარეთ ეპინეფრინი. მოერიდოთ საკვებს, მედიკამენტებს ან მწერებს, რომლებზეც ალერგიული ხართ. ატაროთ სამედიცინო სამაჯური, რომელიც სხვებს აცნობებს თქვენი ალერგიის შესახებ. როგორი იქნება ჩემი ცხოვრება? ბევრ ადამიანს, ვისაც ანაფილაქსია ქონია, შეუძლია იცხოვროს ნორმალური ცხოვრებით. თუმცა შეიძლება საჭირო გახდეს ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებების შეტანა. თქვენ უნდა მოერიდოთ იმ ფაქტორებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსია. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს მედიკამენტების თანტარება იმ შემთხვევისთვის, თუ განვითარდება ალერგიული რეაქცია.